ჩვენი გამოცემის დღევანდელი სტუმარი გახარია საქართველოსთვის პოლიცსაბჭოს წევრი ვიკა ფილფანია. მოგესალმებით ქალბატონო ვიკა და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, ასევე მადლობა მოწვევისთვის. საუბარს ბოლოს ამ ბიუთ ვიწყებთ, რომელიც გურიაში განვითარდა სტიქია მხედველობაში 21-22 თებერვლის თოვლი, რომელიც სტიქიათ იქცა, სამწუხაროდ ადამიანების სიცოცხლეც შეიწირა. ვიცით, რომ თქვენი პარტია, კონკრეტულად თქვენც აქტიურად იყავით ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში, უფრო კონკრეტულად რა მოუყვეთ მაყურებლებს, რა პრობლემები იყო და თქვენი პარტია, კონკრეტულად თქვენ, რას აკეთებდით იმისთვის, რომ ეს პრობლემა შეგემსუბუქებიათ ჩვენი მხარისთვის. მინდა დავიწყო იმითი, რომ თავიდანვე, როდესაც მოსახლეობასთან მივიდა 112-ის გამაფრთხილებელი SMS-ები, უკვე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ამ დროისთვის შესაბამის სამსახურებს შეეძლოთ ევარაუდათ, რომ რეგიონში იქნებოდა მოსალოდნელი დიდ თოვლობისგან გამოწვეული სტიქია. რასაც, რა თქმა უნდა მოყოლოდა შესაბამისი რეაგირება და შესაბამისი მომზადება, რასაც სამწუხაროდ ყველამ დავინახეთ, რომ არ მოყვა შესაბამისი მომზადება. ამის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაც იყო, უკვე დამდგარ შედეგზე, როდესაც უკვე დიდ თოვლობა იქცა სტიქიად, ამის შემდეგაც არ მოხდა მისი აღიარება, როგორც სტიქიად, სწორედ ამან გამოიწვია უკვე ის სისტემური პრობლემები, რომელსაც ადგილზე წავაწყდით და პრინციპში რატომაც საჭირო გახდა ამდენი მოხალისის ჩართულობა. ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ სახელმწიფო სისტემურად არ აღმოჩნდა მზად მსგავსი სტიქიისთვის, ან არც იცოდა, რომ მზად ყოფილიყო. ძირითადი პრობლემა, რა თქმა უნდა, იყო მოსახლეობის მოწყვეტა სამყაროსგან სრული მათი იზოლაცია. ეს იზოლაცია უკვე იწვევდა სხვა დანარჩენ პრობლემებს, რაც ლოგიკურია, როგორც არის საკვები და მედიკამენტების ამოწურვა. იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებსაც ესაჭიროებოდათ გადაუდებელი დახმარებას და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ეს ადამიანები უბრალოდ ვერ იღებდნენ ამ დახმარებას, იმიტომ რომ მათ ხმის მიწვნენაც კი არ შეეძლოთ, ხოლო ვისაც ხმის მიწვენა შეეძლო, მათ სახელმწიფო ვერ ეხმარებოდა. მასობრივი პრობლემა, რაც შეეხება უფრო მასობრივად, ეს პრობლემა იყო ადამიანებისთვის საფრთხის შემცველი, როგორც მათი ჯანმრთელობისთვის, ასევე სასიცოცხლოდ. იქედან გამომდინარე, ჩვენ ვიცით, რამდენად მძიმე იყო მდგომარეობა სახლების, ვთქვათ, გრევის პირას ყოფი სახლების და მასში მყოფი ადამიანების. მე ჩემ გუნდთან ერთად და სხვა ადამიანებთან ერთად ამ სტიქიის პირველივე დღიდან ვიყავით ძირითადად ისეთ ადგილებში განაწილებული, სადაც ვერ მიდიოდა სხვა ტექნიკა და ასე ვთქვათ, ვერ აღწევდა სხვა ჯგუფი, სადაც ჩვენ ვთქვათ საფეხმავლო ჯგუფი ვიყავით, რომელიც შედიოდა ისეთ მონაკვეთებში და ისეთ ადგილებში, სადაც მხოლოდ ფეხით სვლა იყო. თქვენ თუ თანამშრომლობდით იგივე ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, თქვათ ამ სტიქიის დროს კოორდინირებული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ რამდენად გქონდათ კონტაქტი იმის შესახებ, რომ თქვათ ადამიანებს ეხმარებოდით და თქვათ იმავე ადგილზე არ წასულიყო იგივე ხელისუფლება, სადაც თქვენ მიდიოდით მოხალისეობრივად, დასახმარებლად. ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ ითხრეთ, რომ თქვენი პარტია რას აკეთებდა სტიქიის ზონაში. მე მგონია, რომ საერთოდ ესეც საკითხები, როდესაც სიცოცხლე ეხება ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე, ზეპარტიულია, ესეთ დროს მთავარი არის ადამიანის სიცოცხლე. როდესაც ჩვენ ჩავედით გურიაში, პირველივე წუთიდან ვცადეთ, რომ დავემყარებინა კომუნიკაცია ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ვინაიდან იყო გურიაში იმ წუთისთვის ისეთი სოფლები, საიდან საერთოდ სიგნალი არ გამოდიოდა, ისეთი სოფლები, საიდან საერთოდ სიგნალი არ გამოდიოდა, ჩვენთვის უფრო კრიზისულად და კრიტიკულად გამოიყურებოდა, იმიტომ რომ არც კი ვიცოდით ამ სოფლებში რა მდგომარეობა იყო. იყო ისეთი სოფლები, სადაც სახლები ერთმანეთისგან დაშორებით იყო დაახლოებით 2 კილომეტრის, 1 კილომეტრის რადიუსზე, იმიტომ რომ ჩვენ რუკით ზედხედით ნანახი გვქონდა ამ სახლების დაახლოებითი მდებარეობა. ჩვენ ვთხოვით ადგილობრივ მერიას, რომ გადმოეცა ჩვენთვის ზუსტი მონაცემი თუ რომელ სახლში იმყოფებოდა, ზუსტად მოსახლე რომ ღამე დრო არ დაგვეკარგა იმ სახლებთან მისვლაში, სადაც დადასტურებულად იცის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, რომ იქ არავინ არ ცხოვრობს და დროულად მივსულიყავით იმ სახლებში, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, მათ
მონაცემის გადმოცემაზე და იმ ღამეს ჩვენ მესე ბრმად ასე ვთქვათ წავედით და ბრმად მოგვიწია ამ ადამიანების ძებნა. ანუ მათგან არ იყო მზაობა იმისა რომ მათგან არ იყო მზაობა. დიახ, მათგან არ იყო მზაობა, იმიტომ რომ ამის შემდეგ სხვა ჯგუფები, ვისაც ჩვენ თანამშრომლობით სხვა ჯგუფების მხრიდანაც მოხდა მათთან კომუნიკაციის ასე ვთქვათ მცდელობა, რომ ასე ვთქვათ გაგვენაწილებინა ადგილები და რაღაც ადგილები, რაც მათთვის შესაძლებელი იყო რომ მისულიყვნენ თვითონ ჩვენთვის ეს ინფორმაცია გადმოეცათ და ჩვენ უკვე გადავიდოდით სხვა ადგილებში. ასევე ჩვენთან იყო კომუნიკაცია რომ განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფები რომ სოფლებშიც იყვნენ იქ გაგვეშვა ტექნიკა, იმიტომ რომ მათი გადმოყვანა იყო სასწრაფოდ ასე ვთქვათ სამედიცინო დასახელებაში. ამ შემთხვევაშიც ვერ შედგა ჩვენი თანამშრომლობა სამწუხაროდ რამაც რეალურად რა თქმა უნდა იმაზე უფრო ცუდი შედეგი მოიტანა, ვიდრე შეიძლება და ამ ჩვენს ერთობლივ მუშაობას მიიღო. ხო, სახელმწიფო ხო როგორ იქნება ხა მათ რაღაცნაირად იუკადრისა სხვა ადამიანების დახმარება და ასე ვთქვათ მოხალისეების დახმარება, იმიტომ რომ იქ ყველა იდენტიფიცირდებოდა როგორც მოხალისე და არა როგორც პოლიტიკური ჯგუფი და ეს არ იყო პოლიტიკური ჯგუფისთვის დაწერილი ფულები, ხო, რაც ლოგიკურია თავისთავად. და ვითარებულ ქვეყანაში, როდესაც ქვეყანაში არის ესეთი სიტუაცია, ხდება სტიქია, არის რაც საგანგებო მდგომარეობა მსგავსი მიმართულებით, ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც კი აღიარებენ მოხალისეების ჩართულობის საჭიროებას და ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც კი უხმობენ იმ ადამიანებს, ვინც იმ მომენტისთვის სისტემაში საერთოდ არ მუშაობენ. ესენი არიან ხშირ შემთხვევაში რაც თუ დიდთოლობასთან გვაქვს საქმე, ეს არის თამსვლელები, ალპინისტები, ყოფილი მაშველები, უბრალოდ ადამიანები, ვისაც ბუნებასთან და ბუნებრივ ესეთ პირობებთან შეხება ჰქონიათ. ნუ რატომაც ჩვენმა დე ფაქტო ხელისუფლება რა ტიპის დახმარებების გაწევა გიხდებოდათ ძირითადად ქალბატონო ვიკა? უკაცრავად თავიდან ვიტყოთ. თქვენ რა ტიპის დახმარებების გაწევა გიხდებოდათ ძირითადად თქვენს ჯგუფს? რა ტიპის დახმარებებს ითხოვდა ადამიანები? ძირითადი მთავარი პრობლემა იყო საკვების ამოწურვა. ყველაზე ასევე მძიმე პრობლემა იყო წამლების ამოწურვა, იმიტომ რომ ყავდათ შვილები, ბავშვები, რომელსაც ჰქონდათ სიცხე, იყვნენ მოხუცები, რომელთაც მძიმე დაავადებები ჰქონდათ. მათ არ ჰქონდათ ეს თქვა წამლამდე მისასვლელი გზაც არ ჰქონდათ შესაბამისად ჩემი ეკიპაჟები მუშაობდით იმ ადგილებში, სადაც ფეხით შეგვეძლო რომ შევსულიყავით, იმიტომ რომ ვერ მიდიოდა ვერც ტრაქტორი, ვერც ბურანი, ვერც სხვა ტექნიკა. ასევე მუშაობდით ჩვენ მძიმე ევაკუაციებზე, იმ ადამიანების გადმოყვანაზე, რომლებიც ესე ვთქვათ, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანაც ვერ შედიოდა, ექიმები შესაბამისად ვერ შედიოდნენ და დაშავებული ადამიანის ან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ფიზიკური ევაკუაცია იყო საჭირო, ეს იყო ძირითადად ჩვენი მიმართულებები. იქ ყოველს თავისი როლი ჰქონდა ძალიან კარგად ნაპოვნი, ვისაც თოლში გადაადგილების გამოცდილება არ ჰქონდა, ისინი ძალიან კარგად ოპერირებდნენ ავტომობილებით, სადაც იყო შესაძლებელი ან შტაბის დონეზე საკვების და პროდუქტის წამლების მიმართულებით. ასევე ადამიანები, ვისაც გამოცდილება ჰქონდა თოლში სტიქიასთან ბრძოლის გადაადგილების ადამიანის ევაკუაცია, ამ ადამიანებსაც ყველას ძალიან კარგად ჰქონდა თავისი როლი ნაპოვნი. პრინციპში ამა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რეალურად მოქალაქეებმა უკეთესად შეძლეს ორგანიზება და უკეთესად შეძლეს იმ სისტემის აწყობა, რომელიც წესით სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ხშირ შემთხვევაში აწყობილი. როდესაც უკვე შედეგი დადგა სტიქიური, ძალიან მარტივი იყო მოცემულობა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ, ხო? ჩვენ პირველი წუთებიდან ვითხოვდით თავის ძალების ჩართვას, იმიტომ რომ სამაშველო სექტორი, სამაშველო სფერო ამდენ შესაძლოა ვერ გასწდეს, იმიტომ რომ მასშტაბი იყო რეალურად დიდი. ქალბატონო ვიკა, დროში ძალიან შეზღუდულები ვარ, ძალიან საინტერესო თემაა, რასაც ეხებით, მაგრამ არ მინდა ისე გაგიშვათ, რომ სხვა მნიშვნელოვან თემებსაც არ შევეხოთ და ამიტომ გადავალთ თქვენის ნებართვით სხვა თემებზე. პარტიის სამომავლო გეგმებზე მინდა გესაუბროთ. მოკლედ, თითქმის ყველა სტუმარი, ვინც ჩვენთან სტუდიაში მოდის, აანონსებდა იმას, რომ ეს აქციები შედეგს გამოიღებდა და მარტის გაზაფხულისთვის ჩაინიშნებოდა ახალი არჩევნები, მაგრამ მივდივართ იქამდე, რომ სავარაუდოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდეც შეიძლება მივიდეთ და თქვენი პარტიის გეგმები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ანუ როგორია, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას და როგორი პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?
ვიცით რომ ერთადერთი პარტია ხართ ოპოზიციური პარტია რომელიც ჯერჯერობით ფორმალურად ითვლება პარლამენტის წევრად. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც ასახელებენ თარიღებს, რომ ეს აქცია მოიღებს შედეგს, რომ აი ახლა გაზაფხულზე იქნება და ეს ჩაინიშნება. ამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ არის მიზანად შეწოლილი, იმიტომ რომ ჩვენ კონკრეტულად თარიღები არც არასდროს გვითქვავს, იმიტომ რომ ეს არის ფუჭი მოლოდინების შექმნა ადამიანებისთვის და შემდეგ უკვე ამ მოლოდინების გაცრუება. ჩვენ ცხოვრობთ ან გლობალურადაც კი ძალიან გაურკვეველი სიტუაცია, მით უმეტეს ქვეყანაში არის შიდა პოლიტიკური კრიზისი, ამიტომ საერთოდ თარიღების ხმარება და თარიღების თქმა ესეთ დროს რა თქმა უნდა არასწორია, პოლიტიკურადაც არასწორია და იმ ადამიანებთან მიმართებითაც არასწორია, ვინც ქუჩაში ყოველდღიურად იბრძვის. ამ აქციებს რეალურად აქვს თავისი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი შედეგი, ეს არის მათ არ აქვთ შიდა ლეგიტიმაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ვერ მოიპოვეს შიდა აღიარება და ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ვერ მოიპოვეს საგარეო აღიარება. არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა მათ არ აღიარებს როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებად. ეს არის ამ აქციების ყველაზე დიდი მონაპოვარი. ჩვენი გუნდის გეგმების რაც შეეხება ჩვენი გუნდის თავი მიზანი ამ ეტაპზე არის ახალი არჩევნებისთვის ბრძოლა, რომ ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები პოლიტპატიმრების გარეთ გამოშვება და გათავისუფლება. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს. მე მინდა შეგახსენოთ ასევე რომ თვითმმართველობის არჩევნები დღის წესრიგში დააყენა ქართულმა ოცნებამ. შესაბამისად, ვინც ამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრობს, თავიდან ბოლომდე ასხავს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყალს. იქედან გამომდინარე, რომ სწორედ ამ თემაზე საუბარი არის ემსახურება იმ მიზანს, რომ გადატანილი იყოს მთელი ყურადღება ორი მთავარი მიზნისგან. ეს ორი მთავარი მიზანი არის ხელახალი არჩევნები და არის პოლიტპატიმრების გარეთ გამოშვება. სხვა დანარჩენზე ამ ეტაპზე საუბარი ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე, ვთქვათ, წყლის დასხმას და ბიძინა ივანიშვილის ინტერესის გატარებას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ძალიან დიდი დრო არის. ჩვენ არასტაბილურ სიტუაციაში ვიმყოფებით, არავინ არ იცის რა მოხდება მანამდე. ჩაინიშნება თუ არა ხელახალი არჩევნები, რომელიც შესაძლოა ჩაინიშნოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დროს და დაემთხოს ერთმანეთს ან არ ჩაინიშნოს. ჩვენ არ ვიცით. არასწორია პოლიტიკურად გააკეთო განაცხადი, დაზუსტებით იღებ მონაწილეობას თუ არ იღებ. შეუძლებელია ამ ვითარებაში ეს განსაზღვრო. მაშინ, როდესაც არ იცი მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში როგორი პოლიტიკური მაინც რო გითხრათ თქვენი პარტიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები თუ შეიძლება რომ ვუთხრათ მაყურებელს და ამით დავასრულოთ საუბარი, იმიტომ რომ ფორმატი არ იძლევა მეტი გაშლის საშუალებას. მოგახსენეთ კიდევ ერთხელ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამ ეტაპზე ორი უმთავრესი მიზანი და გეგმა არის ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და არის პოლიტპატიმრების გარეთ გამოშვება. ჩვენ აქტიურად მუშაობთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს მეგობრებთან, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩართული არიან ყველა საკითხში. ჩვენთვის დღეს დღის წესრიგში დგას პოლიტპატიმრების თემაზე მუშაობა, ასევე ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ სანქციების მიმართულებით მუშაობას და შიგნით პროტესტის გაძლიერებაზე მუშაობას, რაც არის უახლოესი და შემდეგ უკვე ამ ყოველფრის შედეგი გვაჩვენებს რა იქნება გრძელვადიანი. გრძელვადიანი ჩვენი ინტერესი არის ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ საგარეო კურსს და ნორმალურ დღის წესრიგს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ქალბატონო ვიკა ჩართვისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუმარი იყო გახარია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი ვიკა ფილფანი. მადლობა კიდევ ერთხელ.